Დღემშვიდობისა ჩემო კარგებო. როგორ ხართ, რა შვებით? აი ასეთი ამინდები გვაქვს, სულ ღრუბლიანი, სულ წვიმიანი. რაღაცა თითქოს ოდნა გამოიდარებს ხოლმე და სულ ასია. ჩემი ყვავილები გამიფუჭდა ყვავილები. მოდი, როგორ ხართ? გამყელები გაიზარდა მასობაში ესენი. ესეც წყალი მინდა მოვიდა. ჯერ ყავას დავლებ, კოფი აღარ მაქვს. დამთავრდა, არ ვიცი უცვლელი. გამოვიწურეთ სულ. მეორეა ეს დილას დავლი. დილას როგორც კი ავდგები, მე რამდენი ხია ასეთი უაზრო ამინდებია. ცოტა წამოწვიმდება, ხანქარია. უფრო გამეწვიმს. უშინეს გამოვაწვიმდა მე და აღარ მახსოვს. რა ვიცი, მე სულ არეული ზამთარია თუ ზაფხულია. ვერ გაიგებ. ეხლა კიდე რაღაცა გამოიდარა, იქ ძენკლავიანებით რო ვდგები დილას ავდგები, ძენკლავიანს ვიცი, ცივა. ეხლა კიდე იმდენად აღარ იგრძნობა უკვე სიცივე. შედარებით, მაგრამ მაინც ეს ერთი მაცვია და არც ცხავს არაფერი. ისეთი ამინდი არ დაგწევს. ასეთი უაზრო ამინდებია. მე არ ვიცი რა არის, ზამთარი გეგონება. ასე ვარაუდო თვალიდან უკვე ნელ-ნელა უნდა გამოიდაროს. ნახოთ რა იქნება. აქ მევინეთ აი ვარგებდე საფხეზე, როცა აქედან იმავშები ხოლმე კამფორტს ვაკეთებ. შარშელაც გამოვარჩიე და ჯერ არ არის. ის მსვლელებულების ევით ასხი აქედან ვხედავ, მაგრამ კუხია. მე კაი ვარგებდის და გავაკეთო და ჩვენთან კამფორტი ძალიან გვიყვარს. ჩვენ ყველას კამფორტის ხალხი ვართ. მე გავაკეთო. ეს ხვედას ვერ აუდივარ. დაწვივარზე ვერ ხვედავ ხოლმე, უკეთესი კია. მტვერი არ იქნება და არაფერი, მაგრამ ვერ აუდივარ. ფოთლები, კაროლოგის ყვავილები, ყველაფერი დაბლაყრია. სილა მოწმინდა სავსე იყო და ეხლა კიდე ჩაყრილა შეიკის კაროლოგის ყვავილები და თან ერთი ყვავილი გაყავდა იქ, ტოტი ავწიე და მაინც დაბლაყრია წითელი. ერი გაჩვენებს. თებშები გავრეცხე, წყალი მანველი წყდება, ეს სოფლის წყალი შემოდის და დამაზღვიდა ნერვები. ნერვები დამაზღვიდა მაგან. მოსწრებაზე ვარ, ჯაზაფრებული ვიცდი ხოლმე. როცა არ მჭირდება, მაშინ მოდის თავისუფლად. ვლეთასე რა. თითქოს ყველას რო ხვედავ ამეზოს თავიდან ბოლომდე და ისევ სავსე აღარ შემიძლია რა. ნერვები დამაწყვეტა ამ ფოთლებმა. ჩემო კარგებო, ჩემი შვილის დაბადების დღეზე რო გადავიღე, ცოტა მონაკვეთებს გადავიღე, რა შემჭირდებოდა იმის კომენტარების გამორთვა. მე არ გამომიწია საერთოდ. არ ვიცი, იცის ხოლმე YouTube-მა ასე, მე სხვაგანაც შემხვედრია, რომ არის ხოლმე გამორთული და ყველა იმას ამბობს, რომ ვინ არ გამოვირთვია იცის ასე, მართლა ასე იცის. მე ნამდვილად არ გამომირთვია თუნდაც მაგ ვიდეოზე რა შემჭირდებოდა ადამიანი, ვერ მომილოცავდა ელემენტარულად მაშინ რაღაცებდებ, ხო? არც ვიტყოდი ჩემი შვილის დაბადების დღე როა და საერთოდ რამე და ვინც მომილოცეთ, ყველას დიდი მადლობა ჩემო კარგებო. ელემენტარულად ადამიანი კომენტარს ვერ დაწერდა და მეც მეწყინა. არ ვიცი რატო იყო გამორთული. მაგაზე. ნამდვილად არ ვიცი.
გამორთული რომ დამხვდა ძალიან მეწყინა, მაგრამ რაღაც შველოდა ხლიდან და რატო გამოვთავდი, რა შემჭირდება? და დაბადების დღის იმაზე გამომერთო რა იყო მან გამოსართა. და ყველაზე დიდი მადლობა ვინც მომეცეთ ჩემი შვილის დაბადების დღე და ვისაც გინდოდათ მოლოცვა და ვერ შეძელით მაქედან მოულოცვა. ძებერდოს კონტაქტი. აი მე ხალხობაში პაგლული ვარ, ხარ აქეთ მისვი ეს თეთრი, ხარ აქეთ მოვირჩინო მეთქი, მოვირჩენ გავიხედავ მეორეა მომივა, აღარ შემიცილია. რა მიშვილება ახლა კოფეს როდის შეღები, მე არ ვიცი. გამომთავდა. ახალი არაფერია, ყველაფერი ძვლებურად არის. ესეთი ამინდები არ მიყვარდა რა ვქნა. სამთრის ამინდები არ მიყვარს, მე მიყვარს სითბო, ეგეთი ამინდები რაღაცა სიცოცხლის უნარიანს ღვთის იმედით მავსებს, სიცოცხლე რო გიხარია, ესეთი ამინდები მიყვარს. ესეთი არ მიყვარს. მოყრუგლული და მოქრუშვილი. მისეთ კონძულზე მოცხოვრული სულ ის არის. სითბოა და მზიანი. ოღონდ ის რო არ ხდებოდეს შტორმი და რაღაცა ვაიმე ესეთ ფილმებს უყურებ ხოლმე, ცუნამი დაატყდებათ კონძულს როცა ჩაძირავს. ღმერთო რა საშინელება. ზღაპრული კონძულებია საზღვარგარეთ და სადღაც საუკუნეების მერე მეორდება ეგეთი ის, რომ ცუნამი დაატყდებათ თავს, ქარბორბალა რა ქვია, რა ვიცი დასახელები ქვია იმ ქარებს, ასეთი რაღაცები ატყდებათ ხოლმე თავზე. ის კიდე ვულკანი რო ამოხეთქას, რაიმე იმაზე უყურებ ფილმს იტალიაში. იტალიური იყო რა. და იმ სოფლიდან გამოიხვეწა ხალხი, სხვაგან დასახლდა. იტალიის ერთ-ერთ იმაში იყო ვულკანი, იყო და ამოქმედდა და იქიდან გაიხიზნა ხალხი და დასახლდა ქალაქ ადგილას და შვილი რო ეყოლათ იმ ოჯახს. ესკურსია მოუწიათ ის ადგილი, ის დასახლება იქცა იმათ. საექსკურსიოდ რა, ხალხი ჩახავდათ და ანახავდნენ, რომ ის ვულკანი რა თქმა უნდა ის იყო მიძინებული და აქ ვულკანმა მთელი სოფელი განადგურა, გადაწვა, ასე და ძალიან მრავალი წელი დადის ხალხი ესკურსიაზე და მოხდა ისე რომ ამათ შვილსაც მოუწიათ ესკურსია ზუსტად იმ სოფელში. და წავიდნენ და მაშინ მოხდა ზუსტად იგივე განმეორდა, რაც მის დროზე იქ თვითონ ცხოვრობდა. ვაიმე რასა ის იყო, საოცარი სანახავი და საყურებელი ეგ ფილმი და როგორ ინტერვიული და განიცადე კიდე. საშინელება ეს ვულკანი, საშინელება. ბავშვები ჩასული იყო ესკურსიაზე და მაშინ ამოქმედი და ისე ძლიერად. ისე ვიფეთქა. ლავა ცხელი დავამოდის, აი რატო ხდება ესეთი რაღაცები ბუნებაში საოცარი. მაგრამ სხვათა შორის გამიგია. ის იყო რაღაცა მეცნიერული დასკვნებია, რომ ერთ ვულკანი დედამიწისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მის ამოფრქვევას და ის რაც ზედაპირზე რჩება. და კიდევ იმაზე იყო ზუსტად ნათქვამი ეს რიგენებზე და ვეშაპებზე, ოკეანეში მათი დრაკონიერები ხო კლავენ და იმაშვებიან. მათი სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია ოკეანესთვის, ისინი უნდა იყვნენ ოკეანეში. მაგრამ ადამიანებისთვის კი არა საშიში, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა ის დედამიწისთვის და ოკეანესთვის განსაკუთრებით. რიგენების და ვეშაპების არსებობა. არ ვიცი რატომ, მაგრამ კი ყოფილა. ესეთი რაღაც დოკუმენტური ფილმებში მაქვს ესეთი რაღაცები მოსმენა. აი ახლა მაგენი ხო, მაგრამ აი ეს ანაკონდა რისთვის არსებობს ასეთი საშინელი არსება. ღმერთო, აი რატომ უნდა იყოს დედამიწაზე გარდნა? არ მესმის.
მინდა კიდევ თუ აი ესეთი დიდები ფილმებში როა ცოტა ზღაპრულად კი ამ ბოლოს გადაგებული, მაგრამ მაინც მერტმა დაიფაროს ისეთი რო არსებობდეს, სადღაც ეს ალბათ იქნება. ადამიანის გადაყლაპარო შეიძლება, იმიერასაც სიყარი არსება, მე მგონი ამაზონის იმაშია. მდინარესავით რომ მიედინება. ერთი იყო რატომ არ არის ამაზონის მდინარეზე ხიდი გადობილიო. მე მგონი მაგის გამო იყო, თუ რატომ იყო არ ვიცი, აღარ მახსოვს. ბოლომდე არ მაქვს ნაყურები დოკუმენტური ფილმი. ეხაც ესე ვიწრო სიტყვასავით რომ მიედინება, ვიწრო ჩელსევიდა, თორე კაი ფართია იმეებში. ამაზონის წყალს და იმას კვეთავს. თურმე ის არის შხამიანი საშინელება ყველა ცხოველი და ისა ცოცხალი თუ მკპენარი თუ სხვისი იგი ცხოველი ყველაფერი საზღვარგარეთ არის. კიდევ კარგი საქართველოს მაგხრი დაცულია. კი ერთი კახეთში არის ის კილზა თუ რაღაცა შხამიანი გვერდზე. ერთმა დაგვიფაროს მასეთებით რო იყოს აქ სავსე. ერთმა დაგვიფარა. მაგ ხრივ დალოცვილი ქვეყანა ვართ, ესეც საშინელება აქეთ რო არა. ისე მრავლად როგორც იქ არის. თუნდაც ყოღოს ნაკრებმა შეიძლება მოკლას ადამიანი. აცრა საჭიროს უნდა მიქცა ხო. კუნძულებზე დასასვენებლად ყოღოს საწინააღმდეგო აცრები უნდა გაიგეთო. კი მოგწონს შორი და ზღაპრულია, მაგრამ თლად ისეთი კარგიც არ არის. არ არის მაგფრი რომ ამხელა თავდაცვა გჭირდება და ამდენი რაღაცა კონტროლი გინდა შენ თავზე არ იცი და გაითვალისწინო და ბევრი რამე. საქართველოში ამხრი უფრო უსაფრთხოდ ხარ. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ბევრი მას უყურებ ხოლმე დოკუმენტურ ფილმებს და ასეთ რაღაცებზე და იქიდან ვიცი. თუ ვიღაცის ყურით მოთხრეული იმას ნათქვამს არ ვამბობ, შოქს როგორია ვიღაცის ნათქვამს რას უჭერებ. ამაზე მეცნიერები საუბრობენ, ფილმები აქვს შექმნილი. ნამდვილ ამბებზეა აწყობილი, თორე ზღაპარკინგებზე არ ვამბობ მე დოკუმენტურ ფილმებს. ძალიან უყვარს კიდევ ბელუსკონიზე ყურება ფილმებს. მოკლედ რა ასეთ ამბებში გადავიჭერი, ახლა სასაუბროთ. რას ხედავდი და კაკალი ყოფილა, კაკალია ეყობა ის ისე რომ რაღაცა იყო მეგონე მიყურებული კიბისა. კერკეტა კაკლის ის არის ცალი ის მსხვილი ტოტი აქვს, სწორად არის სულ. ხის კიბე მეგონა, ჩვენთან ხის კიბეები რო იცის. აი მე რაღაცნაირად ხარ. ყავის დალებაც აქვს შვილს ამ ბოლოხას სულ სამჭიქას შოვდი ყველა დღე და მომწმინდა ცარიქა იქნება გვაშველის. მომწმინდა ცა ყვავილები. რაღაცა წელს სულ ვერ არიან ეს ჩემი ყვავილები ფორმაში, რაღაცნაირად. ხელი მიაყდათ ძალიან რა ვიცი, მე რა უნდა ვერ გავიგე. მე კიდე ამის მომდობია. აბლაბუდას ქსელი გაუკეთებია უშოვნია დროა რა. ეს აბლაბუდას ისეთ უბობა ისეთ ქსელს აბავს რომ დაჯილდოვებულია ნიჭით საოცრად. რაღაცა ტკბილი გამომივიდა თითქოს, რაც იყო სულ ჩავყარეში.
გაყვავდება რანაირი ის აქ ჭიდრით, ხორბალივით. ამას თავთავით არ თავთავს წააგავს სიმისტები. ამას ერთი ხო აქ დიდი, ორი გვერდში პატარა აქ, ამას ბევრი ექნება. ძალიან მიყვარს ეგენი. აქეთმა კიდე ისინი გადარგული, კაიფქენი რო გადავდი. აი, ამასაც გავუკეთები ამ გადარგვის შუაში რა ამხელა. პატარა ის აქ თავი, მაგრამ ის ეს კლორტი პატარა აქ, მაგრამ თავი აქ ასე კაი მსხვილი დიდი. იგი მოხარ გაიგებდა. დიდს გავუკეთებია, დანარჩენი პატარა ძილები მაგ გადარგული. ოჩა, როგორი ვარგა. გაიხარა, ძალიან გამიხარდა. ასე ვისაუბროთ. თქვენ როგორ ხართ რა შვებით. ჩვენთან ახალი არაფერია, თქვენ თუ არამე ახალი. ჩვეულებრივ რიცხვი მიდის ყველგან. ერთფეროვნება. ერთფეროვნება ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში. ახალი არაფერი. ყველა იმაშია სოციალურ ქსელებშია შესული. აი, იმდენია ლაივში, მაგალითად, ტიკტოკში. იმდენი ადამიანია. ერთი ადამიანი კიდე ერთი გოგო არ ვიცი, საერთოდ ვინ არის, ახალი არ არის. ქართველია, მაგრამ ეს არ კახეთიდან არის გოგონი. სულ ლაივშია, ის სულ ლაივშია, აბსოლუტურად დღიან კამიანი, არ ვიცი. როდის ღარ არის, როცა ვახი ყველა დროზე არის, აბსოლუტურად ხან საქმეს აკეთებს, ხან ის და სულ ლაივი აქვს ჩართული. არ ვიცი რა მისარგებელს აძლევს ეს ტიკტოკზე ლაივი, თუ რა შვება, არ ვიცი. ტიკტოკ, ყველა იმაზეა ტიკტოკზე. აბსოლუტურად. უმეტესობა ლაივებშია, ონლაინ მაღაზიებს უფრო უყურებ, ონლაინ მაღაზიები მომწონს, მაინტერესებს რას ყიდია. ეკო რაღაცები მომეწონა, ხო, ერთი იყო ჭრეულობას, ჯამებს და რაღაცებს ყიდდა და იმას კი ქონდა მართლა იაფად, კაი დიდი ჯამები და ისეც აქვს ვერმა არც მინახია, ისე იაფად, ისეთი დიდი ჯამები. აი სასალატეთ, დაჭერეთი გემრიელად გააკეთებში და ამოუსვრი. კარგად გაუჭიდეს ყველაფერი და ლარში ქონდა თითო ჯამი. ლასმას. ისეთი მე აქ იმხელები არ მინახე. აი, იყო მართლა. მე არ ვიცი, ეგენი გამოვიწერე მგონია, ონლაინ მაღაზიებს ვიწერ, რომ მე ნახო, მაინტერესებს ხოლმე. ეს გაყიდია. ეგენი უფრო მაინტერესებს, ვიდრე რაღაცა ჩვეულებრივი რაღაცას. დებს გართობის დონეზე და რომ ნახვები კონდეს. დიდად არც უყურებ მე მაგას ასე სულ სკროლავ, რამე საინტერესო თუ შეხვდება იმ შემთხვევაში. არც არავის განმიკითხვა, ჩემი საქმე არ არის. ყველა თავის საქმეს აკეთებს. როგორც უნდა ის ჩემი საქმე ნამდვილად არავის განანცვა, არც გაკრიტიკება. კაცის და ქალიც ხშირად სხვა საქმეს განიხილავს მათ კიდე. ძალიან მაოცებს ხოლმე, სულ მაგითაც სხვისი ამის გარჩევით არიან დაკავებული და ალბათ მაგით რეიტინგებს იწევენ, ნახვებს შუბიან. არ ვიცი. ისეთი პატარა ლუბლის ისინი გვაქვს. ხეები, ხეც არ ქვია მაგას, ამდენი წელია და იქ ნერგივით არის. ერთი ურცაც თუ გამოისხამს ჩვენ სახში ალობას არ დაუცხია ნორმალურად. ალუბალი რომ არ გიქნება ადამიანს სოფელში და საყდელი იქნება ეგ რა. ბადი მეტუმეტეს მე როგორ მეყვარს. მე და თუ აღმოსული შეიძლება უკვე არის გამოსული ხდება. ჩვენთან ჯერ არ მინახავს და
ნება. მამლა ყინწა. გიჟოდევის მამალი შეგვაწუხა. მამლა ყინწამ შეგვაწუხა. ახლა კი არ გაჩერდება. წავედია ხოლმე, წყალს ამოვიტანა ყვავილებისთვის. წყალი სჭირდება ამას თუ არა, რა ეშველება მიარეს. ძებნი რამს. პატარა ჩაიტნით რომ მოვიტანო, არ ეყოფა ბერჯერმა მიწევს ჩას. პედროც ჯობია მოტანა. წავედიაბა და მოვა. მოვედი წყალიც ამოვიტანე ვედრი. აქედან მოვას ხმათა და ყვავილებს თუ არ და არ შეიძლება ის. ის ერთად დაინახა. ასე დაუსხათ ყვავილებს წყალი. რამდენს ეყოფა არ ვიცი. ეხლა თვითონ აქ რომ მიგეს. ეს ის აქ. არ არის ისე რომ უნდა იყო. ესეც ასე. თვითონ აქ მინდებს ეხლა. მოვედი ეხლა. გავუკეთო გიორგის სალათა, აქ რო ხარშება კიდე. ეს პომინდორი მანამ უნდა დავთავო. კიტრი. ერთი ცა.
კიდე დასვება. სიყოს. ორები დახშული მაქვს, რაღაც დაგუგებული ვით მაქვს. ძალიან მოვისვეთი მერე. ჭეთები მაქვს. ეს იყოს დროები თაღი. რამის მოტანა. ეს აი მე ტელეფონი რანაირად დავდო აღარ ვიცი. არ ვიცი მე ის არ უნდა, ეს არ უნდა და ერთი ეს გავუკეთო სალათაზე თქო მინდა. სპეციალურად გქონდა მისთვის შენახული ეს. პომიდორი პიცაზე უყვარს, მაგრამ ახლა ეთყობა ეცაც მობეზდა. მაგას. ასე. ეს თავი ამას საერთოდ დასათლელი აქვს. ერთი რა მაინტერესებს ახლა მე ეს აქ იყოს. ჩემს მოვიწმინდო ხელი. ეს აქ იყოს რა. წიწა გათქვა ხო. თუ ანედა. არ არის და მეტი სად იქნება. მარილი მინდა ეხლა. მარილი სადაც დაჭირდებათ გარეთ, ზეთი მინდა, მარილი მინდა. მარილი მინდა კარგად. ჯერ სად არის? ეხლა სადაც უნდა ხარხი მოვძებნოთ. არომატისთვის, აი მართლა რა პატარა ნაგეთი შეხედი. არომატისთვის და უყო. და მას დიდად ხარხი არ უყურს, მაგრამ არომატი მოწონს. წუთი გადავიწყო. ახლა გამევიდა, რა, ვიყოლა წუთში მალე. ვაკეთებ ბანდა. დახშული მაქვს რა დღეში ვარ.
ვეთერინარი გიქნა. ვაიმე. როდის მოსასწრაფი. ამას კიდე მარილი რომ მიაგდეს. ლავი. მე იქნება კი. დაფქული წიწაკა უქნათ, ისე წიწაკა რა. დააჩერებს აქ ან წიწაკას. მაშინ აღარა აძირს აღფარავს. ასე და ყველს დაუჭირი და ჭა. რა ვიცი მე, იქნება მე ეწონოსას. ახლა გავაგზავნე, ყველს დავჭერი და აი მე შუა დღეზე ძლივს გამევიდა მზე. ასე. განაირად არის თანაჭარი. ისე ასე იჭრება. კაი ფორმა. ნასურეთებიანი ყველი საერთოდ გემრიელი. ესეც ას. წავედი ახლა და გარეთ. კიდე ის ჩამოყრილები გადავხვეტო უნდა. ჩემო კარგებო გადავხვეტე. აი მე კი რაღაც ჩამივარდა. აი ძაღლები შეხედე მზეზე. მეფიცხნენ. ჩემი ეზო ისე მოსახვედია. აქ ისე ყვავილი კარალოკის ყვავილები ჩამოიყარა. აი შეხედეთ, ის წითელი ყვავილები აყვავდა და ერთი ტოტი დაბლა აგდი. ის აწეული მქონდა, ისე ჩამოვარდნილა. ისინიც ლამაზია რაღაცა ვარსკვლავ. მეორე იქით ხარეროა ჯერ არ არის თეთრ სისხამს ასეც დუდუკივით. მესამ 4 აქ. თითო ღეროზე 2 ყვავილია. აი ამეებმა შემიტლა ხელში გუშინე ქავრობა გადავწმინდეს სულ ავხვეტე და ეზოც ისევ მოსახვედია და კარალოგების ყვავილები ცავსია ისევლე. ყვავილებმა გადაიყვავილა. აი სადღაცას კიდე ახალი იქით მოჩანს. ეს კიდე ყურძნის მტვერი იყრება დაბლა. აი მჭონეები როა ყურძნის ის არის. ჩემი ძაღლები. მიცადეთ. მირჩივა. მაგრამ ასე ვერ დაინახავთ. მოკლედ ასე ჩემო კარგებო. როგორც იქნა შუა დღეზე გამოიდარა, ალბათ აწინულნელა ამინდები გვეღირსება. დაგემშვიდობებით. მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას. აბა მომავალ შეხვედრამდე.